გახარიამ კი კიდევ ერთი თანაგუნდელი დაკარგა ნაციონალური მოძრაობიდან შეძენილმა ზაზა თავაძემ წასვლა წერილით და სხვებთან შეუთანხმებლად სასწავლებლად გადაწყვეტა. ქრონიკა მისი სურვილების შესახებ ჯერ კიდევ თვეების წინ საუბრობდა. ნინო არღლიანის სიუჟეტი ვნახოთ. ზაზა თავაძის ტყუილმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო. ქრონიკის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უარყოფიდან 3 თვეც არ გასულა და თავაძემ გიორგი გახარიას პარტია დატოვა. გახარიასთან ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებული თავაძე ნაციონალური მოძრაობის სტილში სასწავლებლად წავიდა. დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი, ალბათ უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს. კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ საადვოკატო საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. ზაზა თავაძე პარტიაში წასვლამდე არავის დაემშვიდობა. წასვლის გადაწყვეტილება გუნდში დარჩენილებმა ამ ერთი წერილით შეიტყვეს და ახლა ცდილობენ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ პოლიტიკური გაყრა ასე ხდება. პოსტი არ მინახავს ფიზიკურად ვერ მოვასწარე, მაგრამ როგორც მე ვიცი, ის აპირებს დაუბრუნდეს თავის პროფესიულ საქმიანობას და იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი. პოლიტიკური მაგალითები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად მოღალატეებს ღალატობენ. ამიტომაც ქართული ოცნებისთვის ლოგიკურია, რომ გიორგი გახარიას პარტია ეშლება, რადგან სახელისუფლებო ძალისთვის ეს ის გუნდია, რომელიც ერთს ამბობს და რეალურად მეორეს აკეთებს. ესენი იყვნენ ამ პარტიის სახეები, ხო? ზაზა თავაძე, ნათია მეზრიშვილი, თეონა აკუბარდია, ყველამ დატოვა, ხოლო თავად გახარია, როგორც ვთქვით, ახლა გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის ვერ გავერკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რო არის, ეს გავერკვიეთ ამ ყველაფერში. ასე რომ კიდე ერთხელ, სასაცილო არის. როდესაც მე ერთხელ ვიტყვი, ნებისმიერი პარტია, ორგანიზაცია, ჯგუფი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც საწყისში დგას ღალატი, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, რა თქმა უნდა, იმ პარტიას, იმ გაერთიანებას, იმ კავშირს არანაირი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის. გახარიელებს რო კითხოთ, ნაციონალური მოძრაობის გახსენებაზე აჟრიელებთ, მაგრამ მათსავე წევრებში იყვნენ და არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მოქმედი წევრებიც და წარსულში ყოფილი წევრებიც, მაგალითად ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია და ამეთ პარტიის წევრებს რომ გახარია პატივს არცემს, ეს სტიპენდიატი ცდილობს რომ ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს. პრემიერ-მინისტრობა ჩაგაბარეს და ყველაზე რთულ მომენტში ქვეყანას და გუნდს უღალატა. ეხლა ასეთი კაცისგან შექმნილი პარტია გუნდი დიდხანს ვერ იცოცხლებს და ვერ გაძლევს პოლიტიკურად და ამის ილუსტრაცია, ამის დემონსტრება ეს აქტიურობდა გვიტევდა. მე მახსოვს და ეხლა აგერ თურმე თამაშგარე დარჩენილა და საერთოდ პოლიტიკის მიღმაც დარჩა. ასე დაემართება ყველა რადიკალს და ეს არის მათი ხვედრი, როცა შენი ქვეყნის და შენი ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებ. ზაზა თავაძე ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. მანამდე კი ადეიშვილის პროკურატურაში საკადრო პოლიტიკას ხელმძღვანელობდა. სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ გაუშვა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ბოლო ერთ თვეში გიორგი გახარიას პარტიას მეორე წევრი ტოვებს. გერმანიაში გაქცეულ ლიდერს გუნდში საკადრო კრიზისი აქვს პარტიას. საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებული 12 მანდატის სრულად ათვისებაც კი უჭირს.